განვიხილოთ ობიექტის გადატანის კიდევ ერთი ხერხი. ობიექტის გადატანას ჩვენ გადავიღეთ უკვე რამოდენიმე ვიდეო, მაგრამ ეს უფრო რთული შემთხვევაა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ხაზები, ასე ვთქვათ, ეს ძაფები, რომლებიც გადატანა საკმაოდ რთულია მეორე მხარეს, ანუ საკმაოდ შრომატევადია, რომ ისინი გადავიტანოთ. იმ მეთოდით, რომელიც ადრე ახსენეთ, ახლა კი სრულიად სხვა, ანუ მესამე მეთოდს განვიხილავთ, აი ეს გემი მინდა რომ დასურავდეს აი ამ ღრუბლებში, როგორ გავაკეთოთ ეს. პირველ რიგში დაგჭირდება ახალი ჩანელი, აქ საერთოდ ფერთა რეგულირება ხდება კანალების მეშვეობით და აქედან მე ხედავ ყველაფერში მათ. შემიძლია ასევე შავთეთრას ვნახო. დაგჭირდება კანალების მიქსერი, ანუ channel mixer. და დამჭირდება შავთეთრი ფონი, რომ გადავიყვანო შავთეთრზე. ჩემი ობიექტი, ანუ გემი. ამის გარდა მე აქ დამჭირდება გარკვეული კორექტაცია, რომ ეს ფერები დავსვა ჩემი სურვილის სამეფო. დაახლოებით ახლა ეს ისე უნდა გამოჩნდეს, რომ შავთეთრი სურათი მივიღო. ნუ თქვენ სხვენ სურათზე შეიძლება სხვანაირად იყოს ყოველ შემთხვევაში. ამ სურათს ესე ჭირდება. მივიღეთ დაახლოებით ესეთი შავთეთრი სურათი. ოცები ოკეი. შემდეგ Ctrl+A-ს ვაჭერ და ინიშნება მთლიანი სურათი. ვირჩევ copy merge. ანუ მოკოპირებული მაქვს სურათი. შეგვიძლია დავამატოთ ახალი კანალი. და Ctrl+V საშუალებით ჩავსვათ სურათი. მივიღეთ ესეთი ფორმა. შემდეგ ვაჭერ Ctrl და L-ს. გამოდის შემდეგი ფორმა და აქედან მე ვიწყებ სურათის შავ და თეთრი ფონის შერჩევას, ანუ მე მინდა რომ ეს სურათი იყოს შავი თეთრზე. შავი ფონი მინდა რომ იყოს საკმაოდ მკვეთრი და ასევე მინდა თეთრი ფონიც რომ იყოს მკვეთრი. რადგან ძირითადად მუშაობა მიდის შავ-თეთრ სურათზე. დაახლოებით ეს იყოს ესეთი სახის. ეს ნორმალურია, შავი მკვეთრია, თეთრი მკვეთრია. მოწვევი ოკეი, შემდეგ ვირჩევთ შემდეგ ფუნჯს. პარამეტრებში ვაყენებთ სასურველ რეჟიმზე და უკვე ვიწყებთ მის მონიშნვას. მის ფერის შეცვლას, ასე ვთქვათ. ეს ნაწილები უნდა იყოს კარგად გამოყვანილი. შემდეგ ვირჩევთ ამ განყოფილებას და აქაც დაგჭირდება ცვლილებები. ჭირდება ჭრილთან მუშაობა, ანუ ვირჩევ shadow, რაც ნიშნავს ჭრილს. ამის შემდეგ უკვე უშუალოდ მუშაობთ ჭრილებზე. ანუ უნდა გაშავდეს ეს მონაკვეთები, რაც არის თეთრი. შეგვიძლია ეს გავზარდოთ მოცულობა. ანუ თეთრი ფონი აქ არ შეიცვლება, უბრალოდ შავ ფონზე უნდა გადავიყვანოთ ეს ყველაფერი. და თუ რომელიმე ნაწილი არ გადავიდა დავუშვათ შავ ფონზე. ჩვენ შეგვიძლია ის გავაფეროთ.
ანუ შეგვიძლია მოვნიშნოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ შიგნით ფერის ჩასხმა. ფერის უკვე ჩასხმულია, თითქმის ყველა ობიექტი გვაქვს შეშევებული, ანუ ის უნდა გადავიტანოთ, ამიტომ უნდა მოიყოს მონიშნული შავად. ეხლა უკვე დავამახსოვროთ შედეგი. ჩასხმულია შავი ფერი, შემდეგ უკვე ვაფერადებთ თეთრად ობიექტის ირგვლივ ფონს. მონიშნე თეთრი ფერი, ანუ ის ფონი, რომელიც ჩვენ აღარ გვინდა. შევდივართ image. და განყოფილებაში ინვერტ. აქ არის ის ფონი, რომელიც ჩვენ თქო უნდა გვჭირდება. ანუ ხედავთ თუ რა გადავა სურათზე, კონკრეტულად რა გადავა ჩვენს მიერ მეთითებულ სურათზე. მოსანიშნად ვაწვევით კონტროლს და შემდეგ კანალს, რომ მოვნიშნოთ ის ადგილი, სადაც ჩვენ მუშაობდით, ანუ რაც ჩვენ შევცვალეთ. გადავდივართ ლეიერებში და ჩვენი გემი არის მონიშნული, ეს ობიექტი, რომელიც უნდა გადავიტანოთ. შემდეგ ვაკეთებთ მარტივ ამოჭრას, ბრძანებას უკვე ეს არის იქით, ამოჭრა. გემი ამოიჭრა. გადავდივართ მეორე სურათზე და ვაკეთებთ მის ჩასმას. გემი ჩაჯდა. ეხლა ჩვენ ცვლილებას ვაკეთებთ კონტროლ-T საშუალებით. თუ რამე ცვლილება გვინდა დაპატარავებასთან დაკავშირებით, ან იგივე გადიდებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია დავაპატარავოთ ან გავადიდოთ. სურვილის სამეფო. ან გადავადგილოთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადგილას, ნუ იყოს აქ. ეხლა აქ თქვენ ხედავთ, რომ არის ზედმეტი ობიექტი, ეს არის წყლის ნაკვეთი. და ეს წყლის ნაკვეთი მე ამჭირდება, ამისათვის ვიღებ საშლელს და უბრალოდ ამევშლი. ოღონდ შეგვიძლია დავშალოთ იდეალურად. აქ პროცენტული მაჩვენებელი დავუწიოთ და უფრო უკეთესად წაშლის. 30 დაახლოებით 30 ნორმალურია. თუ გააჩინეთ თქვენ რამდენად რთულ ობიექტთან იმუშავებთ და საერთოდ რასთან იმუშავებთ. ეხლა გემი იმიტომ გადავიტანეთ ასეთი მეთოდით, რომ ეს არის უფრო რთული მეთოდი. კლიკებით შეგიძლიათ ის წყალი ნელ-ნელა მოაშოროთ. ეს რთული მეთოდია, იმიტომ რომ გემი საკმაოდ დატვირთული მანქანა იყო, აქ ეხლა აქვს იმდენი ღუზები და ასე შემდეგ და ყველასთან თითოეულ მონიშნა ძალიან ბევრი დაგვიჯდებოდა. უბრალოდ ძალიან დიდი დროს წაიღებდა და შესაბამისად შედეგსაც ალბათ ესეც ვერ მივიღებდით. შედეგი ნორმალური გამოვიდა, როგორც ხედავთ, აქ იგივე იყო. იდეალურად არის გადატანილი ყველა დეტალი. შეგვიძლია ვნახოთ. შეგვიძლია ავირჩიო multiply და უფრო კარგად ჩაჯდება. ანუ ღრუბლებში შეერევა, ან შეგვიძლია უბრალოდ ნორმალით გამოკვეთილად დარჩება ღრუბლები. მე მგონი ამ შემთხვევაში ნორმალი ჯობია. რა თქმა უნდა, ცვლილება შეგვიძლია კონტროლ-T საშუალებით, როგორც გითხარით, ამას დაჭერილ შემთხვევაში სიგრძესიდან ერთნაირად იმატებს. და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი საბოლოოდ. გადატანა დასრულებულია, გემი რა თქმა უნდა სრულად გადატანილია და ყველა წვრილმანი დეტალიც კი ძალიან ლამაზად არის. რა თქმა უნდა, ამის ახლა ჩვენ შეგიძლიათ დაყვეთ და სათითაოდ გააფორმოთ ეს ყველაფერი აქ, მაგალითად პატარა ხარვეზები აქ. ხარვეზები ანძებში და იმაშიც არის ძალიან ცოტა პიქსელებში,
რა თქმა უნდა, მისი გამოსწორებას შეგიძლიათ თუნდაც მუშაობის შედეგად, დრო სჭირდება, რომ ეს ლამაზად გამოატარო ყველა უჯრაში და ლამაზად გადავა. ასეც მაინც ცუდად არ ჩანს. ამ შემთხვევაში შემოკლებას ვერ გამოვიყენებთ, რადგან თვითონ წვრილია ხაზი და მისი დაცვლილება აღარ გამოდიოდა, ესეც უკვე ერთ პიქსელზე დასული. ამიტომ ყველაზე ნორმალური გზა რაც იყო გადატანის შეიძლება და გამოგვიყენებინა, ჩვენ უკვე გამოვიყენეთ. სულ ეს იყო. გისურვებთ წარმატებას.